გამარჯობა. სომა ბერძნული სიტყვა და ქართულად ითარგმნება როგორც სხეული. შესაბამისად, სომატური ნიშნავს სხეულთან დაკავშირებულს. თუმცა, თუ შევხედავთ ადამიანის სხეულს, რასაკვირველია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიახ, ის კარგად ორგანიზებული მწყობრი ბიოლოგიური სისტემაა. თავად ადამიანი კი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სხეული, ხოლო ადამიანის დაავადება გაცილებით მეტია, ვიდრე სხეულთან დაკავშირებული პრობლემა. დაგვირეკეთ ნომერზე 24090 დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე ფსიქოსომატური დაავადებები. ხანმოკლე რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ. იწყება 26-ე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის ნათლობისა. ღვთისწყალობით დღეისთვის მონათლულია 13900-ზე მეტი ბავშვი. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 9 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით 12-დან 16 საათამდე მისამართზე საქართველოს საპატრიარქო შესასვლელი რესტორან ქალაქურის გვერდითა მხრიდან. რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ მშობლების პირადობის მოწმობების ასლები, მშობლების ჯვრის წერისა და ქორწინების მოწმობების ასლები, შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები, მოსანათლის 2 ფოტო 3/4-ზე CD დისკთან ერთად. საკონტაქტო ტელეფონები 593 90 0810, 593 46 45 71. ხანმოკლე რეკლამის შემდეგ ჩვენ კვლავ ეთერში ვართ. შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერს 24090 დღეს პარასკევია, ტრადიციულად კონსილიუმის სამჟავროზე გამოგვაქვს თემა ფსიქოსომატური დაავადებები. ჩვენი სტუმარი კი გახლავთ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის დოქტორი ქალბატონი თეა გოგოტიშვილი და თერაპევტი პროფესორი ბატონი გიორგი ქავთარაძე. მოგესალმებით. მოგესალმებით, გმადლობა მოწვევისთვის. ფსიქოსომატური დაავადებები შეიძლება ძალიან უჩვეულოდ ჟღერს ჩვენი მაყურებლისათვის. ჩვენ შევთანხმდით და გვაქვს ასეთი პირობა მაყურებელთან, ყველა პრობლემა, რომელიც ადამიანს ეხება, იქნება ჩვენი საუბრის თემა, მაგრამ ეს იქნება მარტივად გასაგებად, ამიტომ, როდესაც ასეთ უცნაურ სათაურს ვიყენებთ, ფსიქოსომატური დაავადებები, რომელიც მძიმედ ჟღერს, მაგრამ ასახსნელად შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე იყოს, ჩვენ დავეცადოთ მაქსიმალურად მარტივად და გასაგებად მივიტანოთ დღევანდელი ჩვენი საქმიანი მაყურებლამდე. ამიტომ მე ასე გავამარტივებდი საკითხს. ერთია რას ტკივა სხეულს და მეორეა როგორ პასუხობს ამას ჩვენი სულიერი სამყარო. ერთია როგორ ავხსნით ჩვენ მაგალითად არტერიულ ჰიპერტენზიას, წყლოვან დაავადებას და მეორეა საფუძველი, რომელიც ამ დაავადებას დაედო, უпростоრად საფუძველი, რომელიც ამ დაავადებისთვის არის არსებითი და რამაც განსაზღვრა ამ დაავადების ჩამოყალიბება. ამიტომ ბატონ გიორგი, სწორედ თქვენ მოგმართავთ პირველად. როდესაც თქვენთან მოდის პაციენტი, აქვს კონკრეტული ჩივილები. თქვენ იწყებთ თუ არა იმაზე ფიქრს, რა წილია ამ ჩივილში ფსიქიკის და სად არის ზღვარი ფსიქიკასა და სხეულის ტკივილს შორის? საკმაოდ რთული შეკითხვა და საკმაოდ პრობლემას რთული გადასაჭრელია ხოლმე. საერთოდ თუ გავიხსენებთ 40-იან წლებს იყო ასეთი ფსიქოსომატური დაავადებების თეორია, რომლის თანახმადაც ლაპარაკი იყო, რომ აი ამ პიროვნული თავისებურებების ადამიანი ავადდება აი კონკრეტულად ამ ავადმყოფობით, ასეთი აზრებიც იყო. იყო ასეთი ასთმური ტიპები, ესეთი წყლოვანი ტიპები, ჰიპერტენზიული ტიპები, კორონარული ტიპები, ეს არის გულის დაავადებები და შემდეგ ის იყო ყველაფერი, მაგრამ დავანებოთ თავი, დღეს მე მაგას განვიხილავ, აი რასაც თქვენ იმაშვებით, რომ ფსიქიკას საერთოდ ადამიანის ფსიქიკას ძალიან დიდი გავლენა აქვს ერთი
პაციენტ დაავადების ფორმირებაზე და მეორე ძალიან დიდი გავლენა აქვს დაავადების მიმდინარეობას წარმართავს ხოლმე ძალიან ხშირად. და ეს დარღვევები, რომელიც მე ხდება ხოლმე არა, და ეს დარღვევები სხვადასხვა სახით ვლინდება. დიდ გავლენას ახდენენ ავადმყოფობის მიმდინარეობაზე საერთოდ. ბატონ გიორგი, ამის შესახებ ექიმმა უნდა იცოდეს. ეს ცალსახად, მაგრამ პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ შესაძლოა მისი ჩივილების და ავადმყოფობის მიზეზი იმალებოდეს ფსიქიკაში და არა ორგანულ დაზიანებებში. ანუ აგვიწია წნევა, მარტივად რო ვთქვათ, გვაქვს ტკივილი თავის ან ტკივილი კუჭის არეში და შეიძლება ეს უკავშირდებოდეს არა კონკრეტულ ორგანოს, არამედ ფსიქიკას. რა თქმა უნდა იცოდეს პაციენტმა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გამომდინარეობს იმ მისი პიროვნული თავისებურებებიდან და იმ ძვრებიდან, რომელიც აი ამ ფსიქიკაში ხდება ხოლმე. მეცაც გეტყვით, დარღვევები ზოგიერთი ამ ფსიქიკის დარღვევები იმაშვება, იცით, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს დაავადების მიმდინარეობაზე. მაგალითად, მარტივად რო ვთქვათ, ახლა შორს წასვლა არის ფსიქიკის დარღვევა თლათ არ არის, მაგრამ რეალურად, პრინციპში ძილის დარღვევა. დიახ. აი ძილის მოშლა. და სხვათა შორის ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ხოლმე როგორც პაციენტები, ისე ექიმები აი ამ პრობლემატიკას, რომ ძილის მოშლა თავისთავად ძილის დარღვევა დიდ გავლენას ახდენს ავადმყოფობაზე და მე უფრო ხშირად წარმოშობს თვითონ ავადმყოფობას. აი ეს მომენტი. თუ შეიძლება ჩავერთვები, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დასვით, კაპიტან მარი. საქმე იმაშია, რამდენად უნდა იცოდეს თუ არ უნდა იცოდეს ამ შემთხვევაში ჩივილის მქონე ადამიანმა, ამა თუ იმ ვთქვათ, ჩივილით მომართვიანობის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ფსიქოსომატურ ამოსავალ, ასე ვთქვათ, დებულებას ვიტყვი, მარტივად ვეცდები, თქვენი მოწოდება არ დავივიწყო. საქმე ასეა, რომ თავიდან, ესე იგი, ადამიანს ეწყება გარკვეული ჩივილები და როგორც წესი, აი ამ მიდგომიდან გამომდინარე, ემოციური ფონი, რა თქმა უნდა, ამაზე აღარ ვდაობთ, რომ ემოცია იმდენად ძლიერად ზეგავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ მოცემულობაზე, ანუ სომაზე, სხეულზე, რომ აუცილებლად რაღაცა სახით აისახება, რაღაც ფორმით აისახება და რაც უფრო ძლიერია ემოცია, მით უფრო მეტად ვხედავთ თვალსაჩინოდ გრძნობთ, შევიგრძნობთ სხეულებრივად ამ ასახვას. მარტივი მაგალითი. მაგალითად, შიშის დროს თუ დავაკვირდებით სხეულს, ჩვენ შევიგრძნობთ ფიზიკურ დისკომფორტს, ინდივიდუალურად სხვადასხვა სხეულის სხვადასხვა არეში, სიხარულსაც იგივე ახასიათებს, რაც უფრო ძლიერია. ამაზე დღეს შეთანხმებულია ცივილიზებული, განვითარებული, ასე ვთქვათ, დარგები, სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური თუ ფსიქოსომატური განხილვა, რომელიც ხდება თვითონ ფსიქოთერაპიაში, ადამიანს განიხილავს როგორც ერთ მთელს. დღეს ეს არის ძალიან პროგრესული დამეთანხმებით თვალსაზრისი და ამიტომ როდის არის მნიშვნელოვანი, რომ პაციენტი უფრო ჩაღრმავდეს მის ფსიქიკურ თავისებურებაში, ანუ მის ფსიქიკურ მდგომარეობაში ვიტყვი. იმიტომ რომ პიროვნული მახასიათებლები აქ შეიძლება, როგორც ხასიათის თვისება, გარკვეულად საქმის კურსში ჩავაყენოთ, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ვიცოდე რა თვისებები მაქვს და ფსიქიკურად რა მახასიათებს, ეს არ არის პრობლემის გადაჭრის საშუალება, შეიძლება ერთი ნიუანსი იყოს, უბრალოდ შემეცნებითი კომპონენტი. როდესაც პაციენტი ჩივის და მედიკოსი გამოკვლევების საფუძველზე ვერ ადგენს, ანუ ამბობს, რომ ორგანიკა არის პრაქტიკულად ჯანმრთელი ფსიქოსომატიკის ენაზე და სამედიცინო ენაზეც ამას ქვია ფუნქციონალური დარღვევა. მარტივად ვთქვათ რა არის ეს, რომ ესა თუ ორგანო რა სფეროშიც მას აქვს ჩივილი, გამოვიდა მწყობრიდან. ის არ არის ჯერ დაავადებული და ამ მწყობრიდან გამოსვლას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა. ეს არის სიგნალი, აი როგორც თუ რაიმე ხდება, ვთქვათ, ბინაში. ისე როგორც ტკივილი არის პირველი სიგნალი, რომელთაც ორგანიზმი განგაშს ტეხს და გვატყობინებს, რომ აი პრობლემა იწყება. რა თქმა უნდა და ამ შემთხვევაში საძიებელი არის არა ორგანიკაში, იმიტომ რომ იქ ჯერ არ არის მორფოლოგიური ცვლილებები, იქ არ არის ანატომიური სტრუქტურის ცვლილება, ამას ნახულობს ექიმი, ეს მისი პრეროგატივაა. და როგორც კი აღმოაჩენს, რომ აქ არ არის არავითარი ცვლილება, ეს არის სიგნალი, რომ კვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარებაა ჩასართავი, ესე იგი, რაღაც ხდება ადამიანის ფსიქიკაში და რა არის ეს ფსიქიკა? ეს არის აზროვნება, ეს არის მისი ემოციური სფერო და მისი ქცევითი სფერო, ხო? აი ამ სამ საკითხთან დაკავშირებით, როცა უკვე ორგანული დაავადება სახეზეა, ფსიქოთერაპია და ფსიქოლოგიური მუშაობა დამხმარე საშუალების აი ამ საკითხს დაუბრუნდეთ. ეს მინდოდა მეთქვა. დიახ, ძალიან მნიშვნელოვან ფრაზაზე გავჩერდით ჩვენ დამხმარე და ძირითადი როლი.
ფსიქოთერაპიის დაავადებების გააზრებაში. მაყურებელი გველოდება ვუპასუხოთ და შემდეგ დაუბრუნდეთ თემას. მოგესალმებით, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. გილოცავთ პირველ რიგში დავით აღმაშენებლის ხსენები. თქვენც ასევე მრავალს დაესწარით. საქართველოსა ჩვენ. შეკითხვა მოხდა თუ შეიძლება ესე. დიახ. ანუ ის ასაკიდან მქონდა მსუბუქი სუნთქვის უკმარისობა. უკაცრავად ასე კი ვერ გავიგონეთ, კიდევ ერთხელ გაგვიმეორე. 15 წლის ასაკიდან მქონდა მსუბუქი უკმარისობა სუნთქვის. დიახ. შემდეგ აბიტურიენტობის პერიოდში ძლიერი გადაღლის გამო და დართული სტრესის გამო გამოსწორდა მდგომარეობა და სუნთქვის უკმარისობა გადავიდა ქრონიკულ ფაზაში. ეს იყო ძალიან ძლიერი ხასიათის, მქონდა შეტევები. შემეძლო ჩამესუნთქა მხოლოდ 4 წუთში ერთხელ, ამას შემიძლია დროს. კურნალში ნერვოპათოლოგთან, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი არ გამოიღო. შემდეგ ტომოგრაფიაში, თავის ტვინის ტომოგრაფიაში აღმოჩნდა მხოლოდ ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, ანამნეზში ჰქონდა უბრალოდ თრომბოციტები მომატებული ზოგჯერ, დანარჩენი ნორმაში. შემდეგ ვიმკურნალე ბიოენერგოთერაპევტთან, მისი დიაგნოზი იყო, რომ ეს ფსიქოემოციურ ფაქტორთან არის დაკავშირებული და არის ფუნქციონალური მოშლა, თუმცა კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩავიტარეთ, ცვლილებები არ არის. მაინტერესებს რა რისკებთან არის დაკავშირებული და თუ გამოხდება მომავალში და რას მირჩევთ? ანუ ჩივილები რჩება და თქვენ ხართ ამჟამად რამდენი წლის? 21. 21-ის და ჩივილები რჩება. მადლობა შეკითხვისთვის. ნიშანდობლივია ორი ჩივილები ცოტა დავაკონკრეტოთ, ესე იგი რა ჩივილები გვაქვს? სუნთქვითი უკმარისობაა თვითონ ამბობს, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ ის ჩივილები, რასაც სუნთქვის უკმარისობას უკავშირებს, 4 წუთში ერთხელ მქონდა ჩასუნთქვა. ცოტა უჩვეულოდ ჟღერს ეს სიმპტომი. მაშინ როდესაც წუთში რამდენჯერმე უნდა იყოს ხო ეს ჩასუნთქვა. აქ გასარკვევია სუნთქვითი უკმარისობა, ჰაერის უკმარისობა, ჰიპერვენტილაცია, რომელს აღწერს ამ შემთხვევაში. მით უმეტეს რომ დასაწყისად მიაჩნია პრობლემის პუბერტატული ასაკი. შემდეგ ეს ჩივილები, რომელიც მეტნაკლებად მინელდა და გამძაფრდა აბიტურიენტობის ფაზაში, სტრესის ფონზე ბატონო ჩემო. და ახლა როგორც ჩანს, სტრესული სიტუაციები სისტემატურად ხდება ამ მდგომარეობის მაპროვოცირებელი. თუმცა, როგორც კვლევების შესახებ მოგვახსენა, პრაქტიკულად იქ მიზეზი ორგანული ამ პრობლემის არ ჩანს. იმკურნალა ბიოენერგეტიკოსთან და გაიარა კონსულტაციას ნევროლოგთანაც, კარდიოლოგთანაც. თერაპევტმა თუ გასინჯა, ეგ საინტერესოა, იმიტომ რომ კარდიოლოგთან ქონდა კონსულტაცია. იმიტომ რომ თორსა ჰაერის უკმარისობა არის, ამ ჰაერის უკმარისობის მიზეზთა შორის, რა თქმა უნდა, ფსიქიკური ძვრებით შეიძლება იყოს, მაგრამ შეიძლება იყოს საკმაოდ სერიოზული ორგანული ძვრებიც. და ეს გამიჯვნა ზოგჯერ ძალიან ძნელია. აი, ნუ ახლა ესეთი როგორ თქვა ახლა ამ ჩივილს რა თქმა უნდა ნაკლებად უხდება ის, რასაც მე ვიტყვი, მაგრამ პრინციპში აი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ესე იგი დარღვევები და ძალიან გავს შფოთვითი აშლილობის სიმპტომატიკას. შფოთვითი აშლილობის მიზეზი ყოველთვის საძებნელია პირველ რიგში მე ფარისებრი ჯირკვალს ვეძებ ხოლმე. კი, პირველ რიგში ფარისებრი ჯირკვალს ვეძებ ხოლმე და მერე უკვე ვიწყებ ლაპარაკს იმაზე. გამორიცხვის მეთოდით ბატონ გურამ. აქ არსებითია ისიც, რომ ამ შემთხვევაში ბატონი გოგის მოსაზრება რასაკვირველია, გასათვალისწინებელია და იმედია ჩვენი მაყურებელი ამას აუცილებლად გაითვალისწინებს, იმიტომ რომ როდესაც ვლაპარაკობთ პუბერტატულ ასაკში, ეს არის ჰორმონული ქარიშხლების დასაწყისი და ხშირ შემთხვევაში ამ პერიოდში გამოვლინდება ხოლმე ის პრობლემა, რომელიც მოგვიანებით დაავადების სახით ყალიბდება. ან ეს არის გარდამავალი პერიოდი, როდესაც ორგანიზმის სხვადასხვა პრობლემების ერთდროულად შეტყობინებით გვიქმნის აურზაურს. და ჩვენ თვითონ საკუთარ თავში ვეღარ ვერკვევით, არა მარტო ფსიქოლოგიურად, არამედ ფიზიკურადაც. რაც შეეხება გამოკვლევებს, მან მხოლოდ სასუნთქის სისტემა დაასახელა, ნევროლოგთან კონსულტაცია და კარდიოლოგთან კონსულტაცია, ანუ ჰორმონული სტატუსი იქ გამოკვლეული არ ყოფილა. აქვე არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ იგივე ჰორმონული სტატუსის ცვლილებაზე სტრეს ფაქტორი იმდენად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ეს კორელაცია, ანუ მიმართება ძალიან კარგად არის ნაკვლევი, შეიძლება სტრესულ ვითარებაში იმდენად მოხდეს ცვლილება, მაგრამ ისევ არა
ძალიან სერიოზული დისბალანსის და თქვათ მთლიანად სისტემის წყობრიდან გამოსვლის და დაავადების თვალსაზრისით არა. დროებითი შეიძლება იყოს სტრესულ ფონზე, როდესაც სტრეს ვერ უმკლავდება ორგანიზმი და აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ, ასევე მნიშვნელოვანი დებულება ფსიქოსომატიკაში, რომ ორგანიზმს აქვს თვითრეგულაციის უნარი, სტრესებს ვუმკლავდებით, ესეთი საინტერესო ავტორი ფრანგი სელიე საუბრობს ამაზე, რომ დისტრესი არის ის სხვაგვარად ჩვენ ფსიქოტრაუმას რასაც უწოდებთ, რამაც დატოვა კვალი, როცა ვერ გაუმკლავდა, პიროვნება ვერ გაუმკლავდა. მე არ დავიყვან ორგანიზმზე, იმიტომ რომ თქვენ კარგად აღნიშნეთ, მარი, დასაწყისში, რომ ადამიანი ბევრად მეტია, ვიდრე მისი სხეული და ორგანიზმი. ამიტომ პიროვნება როგორ უმკლავდება ამა თუ იმ პრობლემას. და ქალბატონი, ვინც დაგვირეკა ახლა, ვფიქრობ, რომ მას სჭირდება ჩაღრმავება და ფოკუსში მოქცევა, სწორედ მის ფსიქოემოციურ რეაქციებთან დაკავშირებით, გარდატეხის ასაკში ეს მოწყვლადი ხანაა და ხშირ შემთხვევაში რაღაც საკითხები განსაკუთრებით უფრო მეტ გავლენას ახდენს და გამოდის მწყობრიდან მთლიანად პიროვნება, იმიტომ რომ მართლა გარდამავალი და გარდატეხის პერიოდი, ამან შეიძლება გარკვეულ გამღიზიანებელზე, სტიმულზე კონკრეტული სხეულებრივი რეაქცია დააფიქსირა, ანუ ფიქსირებული გახადა ეს განწყობა, განწყობის ტერმინებით რო ვთქვათ, და დღეს ეს მოყვება ასეთი სახით. ფსიქოთერაპია ფლობს მეთოდოლოგიას, მე აქვე ვიტყვი, რომ გეშტალტ ფსიქოთერაპია არის ყველაზე ჩემი აზრით ერთ-ერთი ფსიქოსომატური თავისი ორიენტაციით, რადგან სიტყვა გეშტალტი გერმანული არის წარმოშობით და მთლიანობას გულისხმობს და განიხილავს როგორც თელს, სადაც კოგნიცია, ანუ აზროვნება, ემოციური სფერო და ფიზიკური შეგრძნებები. აქ ძალიან მნიშვნელოვანია აქცენტი კეთება ფსიქოთერაპიულ მეთოდოლოგიაში სხეულზე მუშაობას, სხეულზე კონტაქტთან, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ბერკეტები ფსიქოთერაპიაში, როგორ შეუძლია ადამიანს მართოს ემოცია, მართოს თავისი აზრები და შესაბამისად მართოს თავის ქცევა, ანუ მარტივად მართოს თავის თავი. აყურებელი გველოდება, მოგესალმებით, გისმენთ. შეკითხვა მაქვს ასეთი, მე მაქვს დისბაქტერიოზის დიაგნოზი დასმული. თუ შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული ფსიქოემოციურ სტრესებთან, იმიტომ რომ დავდივარ ექიმებთან, გასტროენტეროლოგთან, სასწავლეს, მე ჩავთვეთ ნერვოპათოლოგი, ფარისებრის პრობლემებიც მქონდა, ისიც მოშორებული მაქვს, ყველაფერი ცოტა ჰორმონები მაქვს არეული. თუ შეიძლება ეს თუ არის მოგვარებადი პრობლემა და თუ არის ეს ფსიქოლოგის უნდა ჩავთვეთ თუ არა ფსიქოლოგი თუ ძირითადად გასტროენტეროლოგიას უნდა დავეყოთ. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მე მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ განმარტავ, ჩვენ ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია, როდესაც ლაპარაკია დისბაქტერიოზზე, ეს არის ლაბორატორიული დიაგნოზი, რომელიც კონკრეტულ ლაბორატორიულ კვლევებს ეყრდნობა და მხოლოდ ამ კვლევების საფუძველზე ექიმი ამბობს, რომ სახეზე არის დისბაქტერიოზი, ანუ ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ფლორის, ამ შემთხვევაში ნაწლავის ნორმალური ფლორის წონასწორობის დარღვევა. ანუ თუ ნორმაში გარკვეული ტიპის ბაქტერიები სხვა ტიპის ბაქტერიებთან უნდა იყვნენ თანაცხოვრებაში და ეს ბაქტერიები სხვათა შორის ძალიან კეთილ და კარგ სამსახურს გვიწევენ, მათ შორის ზოგიერთი ვიტამინის სინთეზსაც კი ახორციელებენ, მაგალითად K ვიტამინს, როდესაც ეხება საქმე. სხვა დანარჩენ შემთხვევაში მაგალითად ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევაში ან არარაციონალური მკურნალობის შემთხვევაში ეს ფლორა ირღვევა. აქედან გამომდინარე, კითხვა არის თუ არა ფსიქოლოგიური სარჩული დისბაქტერიოზისა, ცოტა უხერხულად ჟღერს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა უპასუხოთ. ვისი კომპეტენცია დისბაქტერიოზის მკურნალობა? დისბაქტერიოზის მკურნალობა საერთოდ არის ექიმის კომპეტენცია. დიახ. იმიტომ რომ ეს დისბაქტერიოზის მიზეზის დადგენა თქვენ აბსოლუტურად სამართლიანად და სწორად ბრძანეთ, ეს ყველაფერი პირველ რიგში მიზეზია დასადგენი და რომელი სპეციალობის ექიმა უნდა ალბათ გასტროენტეროლოგი. ალბათ გასტროენტეროლოგი, თუმცა დასადგენია ნამდვილად დისბაქტერიოზია თუ არა, იმიტომ რომ საკმაოდ რთული დიაგნოზია ეს. და ისეთია, იცით, რაღაც ფაქიზი დიაგნოზია. და თქმა რომ აი კონკრეტულად აი დისბაქტერიოზია ინფექციონისტის პრეროგატივად შეიძლება იყოს თუ არა. ის მე მაინც გასტროენტეროლოგის ისე მივაღუქნებდი და ეხლა რა შეა საქმე? მეორე ამბავი საერთოდ რა კი ფსიქოსომატიკაზე ვლაპარაკობ. აი ეხლა
რამდენად დამეთახმება ფსიქოლოგია არ ვიცი, მაგრამ გონია მაინც ასე. როდესაც არის რაღაც ფსიქოლოგიური დარღვევები, და არის რაღაც პირველ სომატიკაც, პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს სომატური მიზეზი. დიახ. უნდა გამოირიცხოს სომატური მიზეზი, ესე იგი ისე რომ სრული გარანტია უნდა იყოს იმისი, რომ არაფერი დარღვევა არ არის ორგანიზმში, ისეთი ესე სომატურ დარღვევაზე მაქვს ლაპარაკი. და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ ფსიქოთერაპიაზე. აბსოლუტურად, აი კიდევ უფრო მეტ აქცენტს გავაკეთებ, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა ბატონმა გოგიმ, როდესაც ადამიანს აქვს კონკრეტული უკვე სომატური, ანუ ფიზიოლოგიური ორგანული ჩივილი, ხო? ეს უკვე არის სიგნალი იმისა, რომ უნდა გამოირიცხოს ორგანული დაავადება. აუცილებლად, აი ჩვენ საუბრობდით სარეკლამო ჭრილში, რომ ფარისებრი ჯირკვლის საკითხები ძალიან გავს ეს სიმპტომატიკა საერთოდ ფსიქიკურ აშლილობებს, უпростоრეთ შფოთვით აშლილობებს, რასაც ძველ ტერმინოლოგიაში ნევროზულ მდგომარეობებს უწოდებდით, ხო, აი ეს შიშები, თავბრუს ხვევა, რაღაც თუდად გახთომის მიმართ ფობიური დამოკიდებულება და ასე შემდეგ. აუცილებელია რომ თუ სომატიზირებული არის ჩივილი, ანუ თვითონ ჩივილები ფიზიკურ სფეროს უკავშირდება, უნდა გამოვრიცხოთ, გამორიცხვის მეთოდით წავიდეთ, იმიტომ რომ შეიძლება დაუშვათ შეცდომა. ამიტომ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი თუ ფსიქიატრი ფსიქოთერაპევტი ამ ორივე სფეროში უნდა იყოს განსწავლილი, რომ არ მოხდეს პირველი აპრიორი ყველაზე მნიშვნელოვანი არ ავნოს პრინციპი არის აქ მნიშვნელოვანი. თუ ფსიქოთერაპევტი მიიჩნევს, რომ მთლიანად სომატური პრობლემა არის, თვითონ ასკვნეს ამას, ვთქვათ, კონსილიუმის გარეშე და ვთქვათ, მომიჯნავე დარგში კომპეტენტური, ასე ვთქვათ, გამოკვლევების გარეშე, ეს უკვე რისკის მატარებელია და პირიქით ვიტყოდი, თუ მედიკოსი მხოლოდ სომატურ, ანუ ორგანულ კონტექსტში განიხილავს, მაშინ როცა ანალიზები, გამოკვლევა აჩვენებს, რომ იქ ორგანიკა არ არის დაზიანებული, ეს ასევე არასწორი მითქმა. დიახ, კიდევ ერთი მაყურებელი გვერდება, მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობა. ძალიან სიამოვნებს თქვენი გადაცემის მოსმე და ყოველთვის ერთგული ვარ, ყოველთვის ვუსმენ. დიდი მადლობა. ახლა ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ. წლების განმავლობაში არ ვიცი რის გამო დამემართა ნერვოზი, არ ვიცი, ხა ისეთი განსაკუთრებული პირობები მე არ მქონია. ნუ დამემართა ეს ნერვოზი. შემდეგ ვიმკურნალე ექიმთან, ნერვოპათოლოგებთან, მაგრამ დროთა განმავლობაში კიდევ მიხსენებს. აი უცებნე წება ემოციებზე თუ ცახცახის ხეულის უძილობები გადაბმული. ნუ ამას როგორმე პერიოდულად თითქოს ვუმკლავდები მედიკამენტებით, მაგრამ ამის შემდგომ ჩამომიყალიბდა კუჭის სპაზმები. კუჭნაწლავის ესე ვთქვათ, აი ბოდიშით, მაგრამ გაზიანობა, აი ძალიან და ეს ისეთი სპაზმა მეტეორიზმი და შებერილობა. ელის არეში მახრჩობს. ჩობის შეგრძნება მაქვს რა. მე რაღაც აი კონკრეტულად არ ვიცი რომ რა წამალი რა მედიკამენტი მივიღო, რაღაცით შველი ხოლმე რა ვიცი. გამოსავარდა. აი ეს როგორ უშველო არის თუ არა ნერვოსთან ეს დაკავშირებით, ტკივილი არანაირი არა მაქვს. ასე კი შეიძლება გითხრათ და აქ შეკითხვა ბოდიში სახსრების ტკივილი დამეწყო და მეუბნებია რომ ეს ნერვოზიდან გამომდინარე შეიძლება იყოს და თუ მიპასუხებთ ამ კითხვებზე. ასე კი გითხარით, თქვენი ასაკი თუ შეიძლება. 49 წლის ვარ ამჟამად. მადლობა. 59 წელი ასევე არის მომიჯნავე მდგომარეობა ქალის ცხოვრებაში, როდესაც რეპროდუქციული ასაკი იცვლება არანაკლებ საინტერესო ასაკით ქალის ცხოვრებაში. მე მესამე პერიოდს ვეძახი, მესამე ასაკს ხოლმე, როდესაც მენოპაუზისთვის ან ემზადება ქალი, ან უკვე დადგა, ან მენოპაუზა გარკვეულ ეტაპს გადის ქალის ორგანიზმში. როგორც წესი, ჰორმონული სტატუსის ცვლილება ქალს კიდევ უფრო დაუცველს ხდის სხვადასხვა დაავადებების წინაშე და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სტატისტიკა ამის საუკეთესო მაგალითია, როდესაც ქალები ეწევიან და ასწრებენ კიდევაც ზოგიერთი მაჩვენებლით მამაკაცებს. მაგრამ ყველა ის ჩივილი, რომელიც ამ ქალბატონმა დაასახელა, ბატონ გოგი, არის თუ არა გარკვეული დიაგნოზის საფუძველი. აი თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ? თავისი პოლიმორფულობით, ანუ მრავალ, ასე ვთქვათ, მრავალ სიმპტომურობით ძალიან გავს ნევროზს, რა თქმა უნდა, ძალიან გავს ნევროზს. მით უმეტეს ასაკი სწორედ თქვენ სწორად ზანეთ კრიტიკული ასაკია და კლიმაქსის ასაკი თუ შეიძლება ასე ითქვას, მენოპაუზის ასაკი, რომელიც ძალიან ხშირად სწორედ აი ამ სხვადასხვა სომატური კატალიზატორის როლს ასრულებს, მაგრამ არ ამიზეზებს. ამაშია საქმე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ.
პირველ რიგში კიდევ და კიდევ უნდა იყოს შესწავლილი ყველა იმ თვალსაზრისით, ჭივილის თვალსაზრისით სომატური პოზიციიდან. ჯერ უნდა დადგინდეს რომ ნამდვილად არაფერი არ არის სომატური და მე უნდა ვილაპარაკო ძალიან დიდად. ბატონ გოგი, თუმცა ახსენა სახსრები. მე სწორედ ამ პრინციპს ვიყენებ ახლა თუ ჩვენ მედიკოსებმა პირველი, ასე ვთქვათ, ზონდირება უნდა გავაკეთოთ და გამოვრიცხოთ პრობლემა იმისათვის, რომ ფსიქოთერაპია ჩაერთვას, ფსიქოლოგი ჩაერთვას, ამიტომ არ უშლის არა, რასაკვირველია, მაგრამ როდესაც ახსენა ქალბატონმა სახსრები, მას კონკრეტული კითხვა ჰქონდა. საერთო დაავადების სურათში ჯდება თუ ეს რაღაცა სხვა პრობლემა და რაც მთავარია, როდესაც ქალბატონი სატელეფონო კავშირით დიაგნოზების დასმა საკმაოდ რთულია. უნდა გასინჯოს ძალიან კარგად თერაპევტმა და უნდა გასინჯოს ძალიან კარგად ფსიქოლოგმა, ფსიქოთერაპევტმა. ორივე პოზიცია უნდა იყოს დაცული და ორივე პოზიციიდან უნდა იყოს განხილული მდგომარეობა. ეხლა მე რომ მოსულიყო მაგალითად ჩემთან ეს პაციენტი, რა თქმა უნდა დეტალურად გავსინჯავდი. ბევრ კითხვას დავსვამდი კიდევ. წონაში დაიკლო თუ არა და უშუალოდ და უკანასკნელი პერიოდის მანძილზე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა აი აქვე ამ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას, ფსიქოლოგიური დახმარება ეს არის ის ასე ვთქვათ, პროცესი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვნებდეს და ხელს არ უწყობდეს ბატონმა გოგიმ ახსენა უკვე დინამიკა თვითონ. თუნდაც ორგანული იყოს დაავადება, ჩვენ უკვე დავყავით ხო, ფსიქოთერაპია როგორც წამყვანი, ასე ვთქვათ, კურსი გამოჯამრთელებისათვის, სიმპტომების განეიტრალებისათვის და მეორე როგორც დამხმარე. არც ერთ ვარიანტში ეს არ არის უკუნაჩვენები პირიქით რუსულ გამოთქმას ვთარგმნი, რომ ფაფას კარაქით არ გავაფუჭებთ, ასეთ შემთხვევაში თუ კვალიფიციურია ეს დახმარება, მაგრამ მეც მეჩვენება, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს მართლა სატელეფონო სამწუთიანი, ასე ვთქვათ, ინტერაქტივით ვერ განისაზღვრება, მაგრამ ძალიან გავს ნევროზულ სიმპტომატიკას, ანუ ასე ვთქვათ, ფსიქიკური აშლილობის იმ ფორმას, რომელზედაც დღეს ფსიქოთერაპია როგორც საუკეთესო მიდგომა არის დადასტურებული და პირდაპირ ვიტყვი ახლა ამასაც, რომ როდესაც ლაპარაკი არის დიაგნოზ ნევროზზე, რასაც ფსიქიკურ შფოთვით აშლილობებს უწოდებთ დღევანდელ დღეს. არასწორი ესეთი პოსტსაბჭოთა ვიტყოდი მიდგომა არის ხშირ შემთხვევაში გავრცელებული, რომ რახან სიტყვა ნევროში ნერვებთან ასოცირებული ფუძეა, რატომღაც მიაჩნიათ, რომ ეს არის ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც ნევროპათოლოგია, ნევროლოგი მარტივად მიხედავს. ეს დღევანდელი თანამედროვე გაიდლაინებზე დაყრდნობით მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ნევროლოგი იყოს ამ შემთხვევაში როგორც გარკვეული მედიკამენტებით დამხმარე, მაგრამ წამყვანი შფოთვით აშლილობების კურნალობაში არის ფსიქოთერაპია. ეს სრულიად მთელი პასუხისმგებლობით უნდა. მოდით დაუბრუნდეთ იმ თავარ თემას, რომელიც ჩვენ დღეს სათაურად გამოვიტანეთ. როდესაც ვლაპარაკობთ ფსიქოსომატურ დაავადებებზე, ჩვენ მაყურებლისთვის არ გვითქვამს, რომელ სამიზნე სისტემებს და სამიზნე ორგანოებს გულისხმობთ და მაგალითად თქვენ როგორც თერაპევტი, ექიმი, რომელიც პირველი ეჯახებით ამ ჩივილებს, როგორ არჩევთ ეს ტკივილი არის ორგანიკით ნაკარნახები თუ ეს ტკივილი მოდის ფსიქიკიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ მაყურებელმა იცოდეს ეს სამიზნე სისტემები და სამიზნე ორგანოები, იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი სათქმელიდან მას პრაქტიკული რეკომენდაცია უნდა დარჩეს. აუცილებლად. აი სხვა შორის მინდა გითხრათ ერთი რამე, ყველაფერი ხო ჩემი დაინტერესება ამ სფეროთი დაიწყო იმით, რომ იყო ასეთი, ეხლა ამაზე არავინ აღარ წერს არაფერს, იყო ასეთი ცნება კორონარული ტიპი. ესე იგი, რაც გულისხმობდა რას, რომ ადამიანი, რომელიც განიცდის დროის დეფიციტს და დროის მცირე მონაკვეთში ცდილობს მრავალი ამოცანის გადაჭრას, ამასთან დაკავშირებით არის აგრესიული, ამას უფრო ხშირად ემართება გულის იშემიური კორონარული დაავადება. ასეთ თეორია იყო. და ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მუდმივად ფორი აკობს და შესაბამისად კატეხოლამინები ჰორმონები გამომუშავდება, რაც აზიანებს გულსიზრდე სისტემას. მაგრამ ეხლა ცოტა გავიდა დრო, რა თქმა უნდა, და ახლა ამაზე აღარავინ აღარ იმაშოვა, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, შფოთვითი სიტუაცია, შინაგანი შფოთვა, მეორე მომენტი, რასაც დეპრესიას უწოდებთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია დეპრესიის დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ შეიძლება შეცდომა იყოს ძალიან სერიოზული და რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ყურადღება ადამიანმა, პრინციპში, ალბათ ეს არის ყველაზე ისეთი მომენტი რა. აი, ასე, რომ წავიდეთ.
თავის ტკივილები, რომელსაც არ უკავშირებს წნევის მატებას დაუშვათ. არ აქვს ამ ტკივილის კონკრეტული ლოკალიზაცია. არა, კონკრეტული ლოკალიზაცია არ აქვს და ეს თავის ტკივილი. ისეთი შინაგანი აშლილობა თქვი ტაქიკარდია, ანუ აჩქარებული გულისცემა, ოფლიანობა გაძლიერებული, შეგრძნება იმისი, რომ აი თითქოს რაღაცა ჭიანჭველები ცოცავენ იმაზე, ხელის გულებზე და ხელფეხი უწივდებათ. ეს ყველა სიმპტომატიკა, ეს ვეგეტატიური ნერვული სისტემის აშლილობები, რომელიც არის აი ძირითადი სიმპტომი, რომელსაც უნდა მიაქციო ყურადღება. თუ ამას ერწყმის მერე რაღაცა ტკივილი, გულის მხრივ, კუჭნაწლავის მხრივ, სასუნთქვის მხრივ პრობლემები და ასე შემდეგ, აი ეს შერწყმული ერთად, რა თქმა უნდა, ტოვებს ფსიქოსომატური დაავადების შთაბეჭდილებას. აი ესეთი შერწყმული. და ისეთ რაშია საქმე, ახლა აი ძალიან მომენტია ძილის დარღვევაზე ვთქვი თავიდან. არ იფიქროთ, რომ ძილის დარღვევა არის რაღაცა ისეთი, ნუ არაფერი. რამდენიმე კომპონენტი არის, რომელიც უნდა იყოს გარკვეული. ადვილად იძინებს თუ არა? მეორე, ზერელე ძილი აქვს თუ არა და სიზმრიანი ძილი აქვს თუ არა? ადრე იღვიძებს თუ არა? და დაღლილობის შეგრძნება ძილის მერე თუ არის? ყველა აი ამათგან ერთ-ერთიც თუ არის, ეს დარღვეულ ძილზე მეტყველებს. ანუ ძილის დარღვევა და ის ვეგეტატიური სიმპტომატიკა, რომელიც მოგახსენეთ, არა? ეს არალოკალიზებული ტკივილები, სხვათა შორის და მინდა თქვა ეს გაფანტული ტკივილებიც, შერწყმული იმასთან, რაზეც უკვე ვილაპარაკებ, ეს ყველაფერი ტოვებს მთლიანად კომპლექსურად ფსიქოსომატური სნეულების, ასე ვთქვათ, შთაბეჭდილებას. უნდა მიმართოს ერთი პირობა აუცილებლად. ყველა შემთხვევაში ვინაიდან ორგანიკა მაინც ხრჩება როგორც პრობლემა. როდესაც აი ეს ჩივილები თანხლებული არის კიდე აი რაღაცა ლოკალიზებული თქვა ტკივილით და სუნთქვის დარღვევით და კუჭნაწლავის აშლილობით და ასე შემდეგ, უნდა შეისწავლოს ის ლოკალური უბანი, რომელიც დაზიანებულია და მერე გადავდივართ უკვე ნევროზის მკურნალობას. დიახ, და როდესაც ჩვენ ასე კარგად ვიცით, რომ დიახ, ეს ჩვენი ორგანული ჩივილები, ერთი შეხედვით ორგანული პრობლემები, რომელსაც დადასტურება და დამტკიცება სჭირდება და მეორეს მხრივ ჩივილები, რომელიც ფსიქოლოგიურ სარჩულზე მიგვანიშნებს, ასე მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და სპეციალისტისთვისაც კი ძალიან ძნელია მიჯნა გაატაროს, ასეთ შემთხვევაში, როდესაც დგება საკითხი, მაგალითად არტერიული ჰიპერტენზია, მაგალითად წყლულოვანი დაავადება. აქ რამდენად მნიშვნელოვანია, ვთქვათ, წმინდა სამედიცინო მიდგომის, მედიკამენტებით დახმარების, ვთქვათ, მისი ორგანული პრობლემების მოგვარების საკითხი და ფსიქიკის დარეგულირების საკითხი. ეხლა რაშია საქმე? კიდევ ერთი რამე, ეხლა ძალიან გამიგრძელდა მე მგონი საუბარი, მაგრამ მინდა ვთქვა ერთი რამე, რომ ის რაც მოგახსენეთ, აი ეს ვეგეტატიური სიმპტომატიკა და ასე შემდეგ, შეიძლება წინ უსწრებდეს სომატურ დაავადებას, შეიძლება არ იყოს მასთან დაკავშირებული და შეიძლება სომატური დაავადების მიმდინარეობა დაამძიმოს აი ამ ფსიქოპათოლოგიურმა ძვრებმა. ამიტომ ორივე პრობლემას მიხედვა უნდა, როცა ორივეა. და როდესაც ვთქვათ, არ არის ორგანული დაზიანება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფსიქიკას უნდა მიეხებოს. მაგრამ თქვენ გძანდეთ, რომელი არის ფსიქოსომატური ყველაზე გავრცელებული დაავადებები, ანუ რომელი სისტემები არის მოწყვლადი, რომ ფსიქიკური პრობლემების, ანუ ადამიანის ფსიქოემოციური პრობლემატიკის კონტექსტში, რომელი არის სამიზნე, რომელსაც შეიძლება შემდეგ ზარალდება. აი, ძალიან უკვე ხშირად ახსენა ბატონმა გოგიმ ფარისებრი ჯირკვალი. საერთოდ მე რომ მკითხო ყველაფერი რაც სომატიკაში ვლინდება, რა თქმა უნდა ეს ერთი სისტემაა და ფსიქოლოგიურ ასე ვთქვათ სფეროში გარკვეული წანამძღვრების მატარებელია ფსიქოსომატიკა სწორედ აი მთავარ კონცეფტზე დგას და ასეთ შემთხვევაში, როდესაც იცით არის ჩივილები ფარისებრი ჯირკვლის თვალსაზრისით ფსიქოსომატურად ეს ნიშნავს აი ფსიქოლოგიური ახსნა ფსიქოანალიტიკოსები ხსნიდნენ ამას რომ ადამიანი იცით თავისი ქცევითი სტრატეგიით და თავის დამოკიდებულებით, თქვათ, გამღიზიანებლების და სტრესული ვითარებების მიმართ, ესე პასუხობს, რომ ის ნაკლებად გამოხატავს იმას, რაც მას შინაგანად აწუხებს და უქმნის დისკომფორტს. ის ბლოკავს აი ამ შინაგან დაძაბულობას და ეს ბლოკი პირდაპირ გაგებით, რომ ემოცია ეს არის ბიოლოგიური ენერგიის ფორმა ერთ-ერთი გამოხატული, ხო? პირდაპირ აი ეს ბლოკი
ვითარდება აი ამ არეში, სადაც არის ფარისებრი ჯირკვალი და კორელაცია, ანუ მიმართებებით ასე, როდესაც მაგალითად უკვე ჩამოყალიბებული ფარისებრი ჯირკვლის ორგანული დაავადებით მოდის ჩივილით ჩემთან მაგალითად ადამიანი, როცა ვირკვევ ამას, აი როგორ რეაგირებს, როგორი ტიპაჟია, რა ახასიათებს მას, როგორც წესი ეს არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან მიმართული თავიანთი შინაგანი განცდების გარე გამოხატვაზე. ისინი ბლოკირებას ახდენენ და ზუსტად ეს ენერგეტიკულია, დარტყმა მიდის აი ამ არეზე. ეხლა კუჭნაწლავზე მინდა გითხრათ. კუჭნაწლავის მაგალითად დიარეა ან ყაბზობა ასევე პირდაპირ, ოღონდ კიდე ხაზგასმით ვამბობ, როცა უკვე ორგანიკა დაავადებულია, ცალსახა არის, რომ წამყვანი არის მედიკოსი თერაპევტი. ჩვენ შეიძლება დამხმარე ვიყოთ, მაგრამ სანამ არ არის ჯერ დაავადებული და გამორკვეულია, რომ ჯერ ორგანული დაავადება არ მანიფესტირდა, არ გამოვლენილა, ძალიან მნიშვნელოვანია სასწრაფო, ასე ვიტყოდი, გადაუდებელი ფსიქოლოგიური დახმარება. კუჭნაწლავის სისტემაზე მოგახსენებთ, იცით, ესეც ფსიქოსომატიკაში ნაკვლევი თემაა. ადამიანი, რომელიც დგას საბრძოლო ბრჭყალებში ვითარების წინაშე და ის უნდა გაუმკლავდეს პრობლემას. თუ ის ნაცვლად იმისა, რომ მართლა ამ გამკლავებაზეა ორიენტირებული, პირიქით უკან იხევს და სხვა შორის ეს სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემასთან პირდაპირ მიმართებაშია და დომინირებს სიმპათიკური, როდესაც ადამიანი გადადის საბრძოლო აქტივობაზე და პირიქით სიმპათიკური დომინირებს, როდესაც უკან იხევს. აი ეს პირდაპირ კუჭნაწლავის სისტემასთან არის მიბმული და აღმოჩნდა, რომ კუჭნაწლავის წყლულები და უпроსტერად, როდესაც კუჭის წვენი გამოიყოფა, ეს არქაულად იყო, ასე ვთქვათ, ჭამის და არის ხომ ჭამის წინა პერიოდი. და ნახეთ რა ხდება ნაცვლად იმისა, რომ მან იაქტივოს და იბრძოლოს, კუჭნაწლავი გამოიყოფა და ჭამის წინაპირობას, ანუ ჭამისთვის განწყობას და მზაობას იქმნება ორგანიზმში. ანუ ასე დროს ხალხ დამეთანხმება მაყურებელი, ზოგი უფრო მეტად მიდრეკილია ჭარბიკვებისა როცა ის როგორც ამბობენ ყოფაში ნერვიულობს, ან პირიქით ვერაფერს ვერ ჭამს. ეს არის ფსიქოსომატური პასუხი სტრესზე. და როდესაც ხდება გარკვეული აშლილობების უკვე გამომჟღავნება და არ არის ორგანული დაავადება, ამ დროს მართვა ემოციების და ფსიქოლოგიური დახმარება არის მნიშვნელოვანი. ხანმოკლე რეკლამა უნდა იყოს ჩვენს ეთერში და შემდეგ შევაჯამებთ დღევანდელ საუბარს. თერთმეტი წლის აკაკი პეტრიძე იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში ენცეფალომელიტის ვირუსული ინფექციით დაავადების გამო და ესაჭიროება სასწრაფო მკურნალობა. გულითადად მოგმართავთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დაეხმაროთ პატარა აკაკის, რომელსაც არ გააჩნია სამკურნალო თანხები. ყოველწლიურად საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის 7000 ახალი შემთხვევა ვლინდება. თუმცა დაავადების თავიდან აცილება ადრეული დიაგნოსტიკითაა შესაძლებელი. არ გადადო, ჩაიტარეთ ძუძუს, საშვილოსნო სყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის უფასო გამოკვლევები. პროგრამა ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. დარეკე 220 35 35 და ჩაერთე სკრინინგის პროგრამაში. ყოველ კვირას 12 საათსა და 30 წუთზე ჩვენი ბერმა პირველ ახზე.
ჩვენ დაბრუნდით ეთერში და სულ 1 წუთი გვაქვს დაახლოებით, რომ შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი საუბარი. როდესაც მაყურებელმა თქვენგან მოისმინა ყველა იმ ჩივილის შესახებ, რაც შეიძლება მისთვის ძალიან ნაცნობია, ახლობელი, არაერთხელ განცდილია და ხშირად ხდება მისთვის შიშის საფუძველი, ძნელად წარმოსადგენია, რომ ის ფიქრობდეს ამ დროს ორგანული საფუძველი აქვს ამას თუ ფსიქოლოგიური საფუძველია. მისთვის ეს არის პრობლემა. ეს მას აწუხებს, ამიტომ მას აღელვებს სხვა. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და რამდენად მოგვარებადია საერთოდ მისი ჩივილები? თუ ჩივილების მიღმა იმალება ორგანული დაავადება, ანუ სომატური დაავადება, საფიქრებელია, რომ აი ეს ემოციური ფონი არის ამ შემთხვევაში როგორც აი, თანმხლები და ასე ვთქვათ, რაღაცა ფონი. მართლაც რომ ფონი. თუ ეს პირველადაც მაგრამ პირველადაც მე როგორც თერაპევტი შეიძლება ცოტა ისე განვიხილავ ახლა ამას ეგოისტური ხალხსაზრისით, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ეგოიზმის არ მეშინია. რომ იმაჩნია, რომ პირველ რიგში სომატური ჩივილების არსებობის დროს უნდა გამოირიცხოს სომატური დაავადება. ეს თავიდან თქვი და იგივეს ვიმეორებ. შემდეგ რა თქმა უნდა, თუ გამოირიცხა სომატური დაავადება და ჩემი კომპეტენცია დამთავრდა როგორც თერაპევტისა, მარტო ჩემი კი არა, საცხადია ყველა თერაპევტის გულისხმობ. რა თქმა უნდა, უკვე მე ფსიქოთერაპევტების საქმეა ყველაფრის ამის მოგვარება. თქვენი სათქმელი. მოკლედ ამას მოგახსენებთ, რომ ჩვენ ჩამოთვალეთ ფარისებრი ჯირკვალის პრობლემები, ჯირკვლის პრობლემები, კუჭ-ნაწლავის სისტემა, რა თქმა უნდა, გულსიზღძარღვთა სისტემა ვერ მომასწარი, რომ პირდაპირ მოპასუხე ჩვენს ემოციებზე, მეხსენები და თავის ტკივილები, ძილის დარღვევები, ყველაფერს აქვს შინაარსი. არ არსებობს სიმპტომი, რომელსაც არ აქვს თავის შინაარსობრივი დატვირთვა და შინაარსის თემა, ეს უკვე ფსიქიკური შინაარსის თემა, თუ მე არ მძინავს, აუცილებლად ამას აქვს თავის მიზეზი, რაღაც საკითხები არ მაძინებს. თუ მე ვიძაბები და ვერ ვახერხებ ამ დაძაბულობის განტვირთვას, რა თქმა უნდა, ჩემი სისხლძარღვები და არტერიული წნევა პასუხობს ამას. ამიტომ რა თქმა უნდა, მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ფსიქოგენურია უმეტესწილად ჩვენი თუნდაც ორგანული სიმპტომატიკა, მაგრამ აქვე განვამტკიცებ, რომ როცა ორგანიკა დაავადებულია და ეს უნდა იქნას გამოკვლეული, თუ მხოლოდ უბრალოდ სიმპტომების, როგორც ჩივილის მდგომარეობაშია ადამიანი, მაშინ და არაფერი არ არის დაავადებული, უნდა გავააქტიუროთ ფსიქოთერაპიული, ფსიქოლოგიური მუშაობა და თუ კი ვთქვათ, უკვე დაავადება არის, წამყვანი არის აუცილებლად მედიკოსი. დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო თემა იყო. მაყურებელ შევახსენებთ, დღეს კონსილიუმის სამჟავროზე გამოვიტანეთ თემა ფსიქოსომატური დაავადებები და ჩვენი სტუმრები იყვნენ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის დოქტორი ქალბატონი თეა გოგოტიშვილი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი გიორგი ქავთარაძე. ახლა კი მივესალმები დღეს 2:09-ზე, როგორ ბრძანდებით და რა თემები გაქვთ მაყურებლისთვის? სწრაფად დავიწყოთ ხო კეთი? ხო, დავიწყოთ, ესე იგი, პირველ რიგში გილოცავთ დავითობას. დღეს არის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე და ასევე არის უნივერსიტეტის დაარსების დღე. ამ თემებს ჩვენ ძალიან მოკლედ შევეხებით, იმიტომ რომ ვრცლად ძალიან ადრე შევეხეთ ჯერეთი და იმიტომ რომ ვრცლად სასაუბრო ძალიან ბევრი თემა გვაქვს, მაგალითად ადამიანი, რომელმაც საოცარი კვალი დატოვა ქართულ ლიტერატურაში და საზოგადოებაში, ივანე მაჩაბელი, მის უგზო-უგლოდ დაკარგვაზე, მის როლზე ქართულ საზოგადოებაში და ქართულ სახელმწიფოებრიობაში ვისაუბრებთ გადაცემაში. ასევე ინგლისში მოგზაურებთ, შექსპირის შემდეგ ყველაზე საუკეთესო დრამატურგი ბერნარდ შოუ, სწორედ ასე მოიხსენიებენ მას, ასე რომ მის ცხოვრებას და ბიოგრაფიას და აბსოლუტურად შემოქმედება შევეხებით და ჰოლივუდში შევიხედებით დღეს, იმიტომ რომ როგორც მასზე ამბობდნენ, ღვთაებრივი ჯამბაზი დღეს ჯორჯ ლემონის დაბადების დღე. ჯეკ ლემონის უკაცრავად. წარმატებულ ეთერს გისურვებთ, მაყურებელ შევახსენებთ, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ორშაბათს და ვისაუბრებთ თემაზე ეპილეფსია ბავშვებში, რადგან 11 თებერვალი მსოფლიოში ეპილეფსიის დღედ აღინიშნება. ნახვამდის ხერხემლობას გისურვებთ.